დაგიბრუნდით მეგობრებო, ჩავალაგეთ. სულ რაღაც 8 ამანათია. მოვედით შემდეგ გაჩერებაზე. ცუდ ადგილზე ვართ გაჩერებული, მაგრამ ეგ არაფერი. Hey Eli, what's up? It's Vato. I'm asking you. როგორ ალაგებო, რა საკეთებო, რომ სწრაფად გააკეთო და ეხლა გაგესალმებით, მე ვარ ვაქსონა. დაგიბრუნდით დღეს კიდევ ახალი ვლოგით. თუ იცანით ეს ადგილი, როგორც ხედავთ, ამაზონის ეს არის საწყობი. და დღეს პატარა მარშრუტი მაქვს, ცოტა სხვანაირი ვლოგი იქნება. 4 გაჩერება მაქვს მარტო. და ეხლა მივდივარ ჩემს მარშრუტკას. და მალევე დაგიბრუნდებით და აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გადააზიარეთ მეგობრებთან ერთად. მერთო ვერ ვლაპარაკობ დღეს, მაგრამ ეგ არ შევიმჩნიათ. ეხლა უნდა ვიპოვო ჩემი მარშრუტი, რომელი არის. გასაღებიც აქ მაქვს და დაგიბრუნდებით რა მალევე. იქ დაბლა არის ჩვენი მარშრუტკაც. გნახავთ გზაზე რა ვიქნები უკვე, დროებით. დაგიბრუნდით მეგობრებო, ჩავალაგეთ. სულ რაღაც 8 ამანათია. და 4 გაჩერება. მზად ვართ. ეხლა ერთი ისაა, რომ ანუ ნახეთ რა ხდება. ამაზონის რაუტი ეს არ არის. როგორ ვთქვა, როგორ აგიხსნათ. ამას ეძახიან recycling რაღაცნაირად რაღაცას ეძახიან უცნაურს. Recycled route, ანუ გადაგდებული მარშრუტი, ან ზედმეტი მარშრუტი ვითომ? არ ვიცი, Amazon Flexi, ვისაც გაგიგიათ და ვინც იცით რა არის, მაგნაირი თემაა. უბრალოდ ძალიან ცოტა გაჩერება მაქვს, აი 4 გაჩერებაა მარტო. 5 გაჩერებას მიწერს, მაგრამ ეგ 5 გაჩერება, იმიტომ რომ ეს არის ერთი გაჩერება, საიდანაც ავიღე ამანათები. და 30 წუთი მაქვს პირველ გაჩერებამდე. ერთი ეგ არის, რომ შორს არის რა გაჩერებები. ახლო არაა და პირველ გაჩერებაზე რომ მივალ, აუცილებლად დაგიბრუნდებით. და გაჩვენებ როგორ მაქვს დალაგებული ყველაფერი უკან. და რას როგორ ვაკეთებ ხოლმე. ეხლა გავჩვენდები. ცოტა მუსიკას ჩავთავ. და მე დაგიბრუნდებით იქ რომ მივალ. მეგობრებო, პირველ გაჩერებაზე რომ მივედი, თურმე GoPro არ იწერდა არაფერს, ამიტომაც დავკარგე პირველ გაჩერებაზე რაც ვთქვი, მაგრამ დიდად არაფერი არ ვთქვი, უბრალოდ ვაჩვენე როგორ მქონდა ამანათები დალაგებული, მაგას მერეც გაჩვენებთ ვიდეოში და მეორე გაჩერებაზეც ნახავთ რა, ანუ 1-დან 9-მდე მქონდა დალაგებული რიგში ამანათები, აი მიხვდებით თქვენც რომ ნახავთ და მეორე გაჩერებაზე რომ მივალ, მოკლედ იქიდან დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო, სადღაც 15 წუთია ვატარებ. როგორც დაინახეთ რა, მოგესმათ ალბათ. კამერები აყენია რა, ადრეც გითხარით, გიყურებენ, ყველაფერს აკონტროლებენ და ცოტა ახლოს მივედი მანქანასთან და maintain safe distance, ანუ ცოტა უკან დაიჭირე დისტანციაო რა მანქანასთანო. ცოტა ახლოს მივედი და თან ესეთი დიდი სისწრაფით მივდივართ. 15 წუთი კიდე დამჩა. სავალი. ეხლა მოკლედ ვინც იცით ძველი არხი სადაც ვიყავი ხოლმე აღარ მაქვს. გადმოვედი თავიდან დავიწყე ამ არხზე. ე პოლიცია სად არის ჩასაფლავებული. გადმოვედი ამ არხზე და დაჟე 2 პოლიციაა თან, ნახე. განან და ელოდებიან.
და ახალი არხი არის, გამომწერებიც არ ამყავს. როგორც იცით, ეხლა ავედი 54 გამომწერზე და მადლობელი ვარ, ვინც გამოიწერა არხი. და იმედია ეხლა ამ ვლოგსაც რო დავდებ, უფრო ბევრი გამომწერი მომემატება, რადგან მომავალში მინდა პატარ-პატარა გათამაშებებით გავაკეთო ხოლმე თქვენთვის, რომ გაგახაროთ და ეს თუ გინდა რომ მოხდეს, თქვენგან მჭირდება გვერდში დადგომა, თქვენგან უნდა დავინახო, რომ გინდათ გათამაშება რომ მოხდეს. და ასე შემდეგ რა და ამიტომაც აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარეთ კიდევ ვინც აქამდე მოხვედით, მინდათ კომენტაროთ რა თემაზე ვილაპარაკო შემდეგ ვლოგში. გრძელი და დამღლელი გზა არის ახლა ეს ტრასაზე რო დავდივარ. რა უშო 14 წუთში იქ ვიქნებით. მე მგონი ესეთი არ ვიცი, რაღაცა ცუდი ის არის მარშრუტია რა. როგორც გითხარით, ამაზონის ფლექსის ამაზონის მარშრუტი არ არის, ხვანაირი არის ცოტა. ეს ამაზონ ფლექსი, ვინც იცით კიდე, საკუთარი მანქანით აკეთებენ ხოლმე, ანუ საკუთარი მანქანით მოდიხარ, ტვირთავ საკუთარ მანქანას, ამანათებით და მიგაქ. ხო და ეხლა აქ უნდა გადაუხვიოთ ეს მანქანა, ამ მანქანამ გამასწროს. გავაროდნე კი რომ აქ ადამიანო ჩართული ვერ ხედავ. გადმოდის იმისავით. ვერ იცდიან, არ აქვთ, მოთმენა არ აქვთ ამ ამერიკელებს, არაფერში. არ ვიცი. დღეს ეხა რაღაცა საქმეზე ვიყავი, რაღაც საქმეები მქონდა რა ისა და ვეუბნები ადამიანებს, რომ ესე უნდა ჩაწეროთ, ესე წერია, ესე გამარცვლულად ვუთხარი ეს სიტყვას 100-120. რომ ესე უნდა ჩაწეროთ, ესე იწერება სწორედ. მაგრამ ორჯერ იმას მომიწვია შეცვლა რაღაცეების გამო და ერთხელ რო შევცვალე, არასწორად იმას აქნეს, რა ქვია, ჩაწერეს, რა ვიცი, როგორ მოახერხეს ესე, როგორ ვერ იმას უნდა ქნა, არ არის ძნელი რა, მართლა ყველანაირად 100-120 იმას უთხარი და მაინც შეეშალათ. ამ რკინის იმან დამღალა. წონეც აგვენთო ამასობაში. რა იყო? თავი ამტკივდა ამ ხმაურში და იმაში, მაგრამ ეგ არაფერი. მივალ და დაგიბრუნდებით სადღაც 12 წუთში. მოვედით შემდეგ გაჩერებაზე. ცუდ ადგილზე ვართ გაჩერებული, მაგრამ ეგ არაფერი. აქ თითქმის ყველაფერი მიდის, ამას უყურე. 2, 3, 4, 5, 6. თითქმის ყველაფერი ამ გაჩერებაზე მიდის, მეგობრებო. მოკვედ ახლა. სკენ და დავული ამებს დავასკენერებ, ეს 1. ეს 2. ეს 3. ეს 4. და ეს 5. ახლა მე ამ ტელეფონს აგერ ჩავიდებ. ჩვენ გვინდა 327. ამას გამოვიყენებ კიდევ ერთხელ. რატო? მე დედა შემაშინა იმ მანქანამ. რა ცუდად ვარ გაჩერებული. და როგორც სწრაფად მიქრიან ესენი. ჩამოვალაგებ ერთი. ნელა.
5 ამანათ 1 2 3 4 5 წავიდეთ როცა გაიქონდა იყოს წესით და რიგით ეს ახლია დავტოვებთ ამასაც კარებთან და წავალთ შემდეგ იმაზე გაჩერებაზე მოკლედ მივედი ბოლო გაჩერებაზე ეს ვერთი ბოლო ამანათი გვაქვს მესატანი როგორც ყოველთვის ამ კარებმა უნდა დატანჯოს გაიხსნა აჰა გაიხსნა დავასკანეროთ და მივიტანოთ კარებთან Hey Eli, what's up? It's Vato. I'm rescuing you. Okay, alrighty. See you soon. მოკლედ გახსოვთ მეგობრებო წინაზე რომ მოვიდა სამსახურის ვლოგი რო დავდე ერთი ადამიანი მოვიდა და ორი ჩანთა წაიღეს ჩვენგან აი მაგას ვაკეთებ ახლა მეც აი ეგეთი ანუ rescue ქვია რა rescue-ს ვუკეთებთ სხვა მძღოლს ვეხმარებით მაშველი მძღოლი ვართ ასე შეგვიძლია რომ თქვათ ალბათ დღეს როგორც დაინახეთ ძალიან პატარა მარშრუტი მქონდა და რავი ეხლა რომ მივალ იმასთან დაგიბრუნდებით ორ ჩანთას ავიღებთ რა მივედით ეხლა ავიღოთ ამისგან აბა ჩანთები რეები არის და ორი ჩანთა უნდა ავიღოთ ამისგან რაღაც გაფუჭებულია They gave me this broken one. It's not even opening from the inside. How are you? Good. I'm alright. That's good. Alright, let's see what do we got. Bro, you're getting it. Huh? You're getting it. I did, what you call it, recycled routes today, flex routes. Oh, 4 stops. alright. So how many bags you? I'm taking 2, let me tell you which ones. Bag 410 yellow. I think that's this one right here. Yeah. Oh. You're good. And 81 orange. Yeah, that one. Last 2 then. Thank you. Any overflow? No, he didn't tell me anything. Let me see. Let me double check. Yeah. Do you remember how to check? Because I know how to, yeah, no, I don't know how to check for overflows.
I never, usually he tells me. Let me ask him. Yeah, ask. მოკლედ აი ეს ორი ჩანთა ავიღეთ. ეხლა ვიღაცამ დამიწერა წინა კომენტარებში, რომ ანუ როგორ ალაგებო, რა საკეთებო, რომ სწრაფად გააკეთო და ეხლა გაჩვენებ მაგ ყველაფერს აი კარს თუ დავკეტავოდეს. დის არის. ოხჩი, კამერა. Okay, რაც აიგა. მოკლედ ახლა რო ვიღებთ ამ ორ ჩანთას პიკაპში უნდა შევიდეთ და დავასკანეროთ აი ეს კოდი. ეს ერთი და უნდა დავაჭიროთ yes, deliver და უნდა დავასკანეროთ ეს მეორე და delivery მივცეთ. ახლა მე წავალ და პირველ გაჩერებაზე რომ მივალ, გაჩვენებთ რას ვაკეთებ და რომ ანუ მალმალე ვიპო ამანათები გაჩერებაზე და რა როგორ ხდება და დაგიბრუნდებით მალე. მოკლედ მოვედით პირველ გაჩერებაზე. ეხლა ავიღოთ პირველი არის ეს ჩვენი არა ესაა პირველი. 91. ხო. და აი აქედან აი ეს ჩანთას ახლა გავხსნი მე და გეტყვით ყველაფერს რას როგორ ვაკეთებ. როცა მოდის საქმე გაჩერებაზე და დალაგებაზე, რომ მალმალე ვიპოვო. მოკლედ გვაქვს აი ესეთი ყუთები. ეხლა ჩვენ მეთან ვეძებ ამებს. კაი. ყუთებს ამოვალაგებ ჯერ. გვაქვს აი ეს ყუთები. და ამ ყუთებს აი ეს გადმოვაქ ხოლმე და ცალ-ცალკე ანუ ცალკე ვდებ. რაც არის აი ეს ყუთები. დანარჩენს აი ესეთი აი ეს ყუთები ესე ერთად დანარჩენს ხოლმე აი აქედან უკვე ვარჩევ. დანარჩენები ახლა ერთი გვინდა 417 ყუთებიდან იქნება აი ეს 417 და დანარჩენი არის სულ აი ესეთი ან პლასტმასის ჩანთაში ან ენველოპში. ახლა გვინდა ანუ 415-დან დაწყებული 419-მდე. ნუ და მე ხომ მოვძებნოთ ესე რომელიღაცა აქ უნდა იყოს. ამას რა არა წერია ციფრი 280 ეს არ არის. ხანდახან ამეებსაც ესე ვაწყობ რა ეს ისინი. უიგე 415 გვიყვია. ანუ ფერებით ვარჩევ რა, ფერებით უფრო იმას შვები, მაგრამ ხანდახან ენველოპი რო წერია, ენველოპი არისო. ენველოპი აესენია. ხანდახან აესენიც არის. ეს ენველოპები. და ვერ გაიგებ, აი 418, ანუ 415 გვაქვს. 416 გვჭირდება. 416-იც აგერ არის. 415, 416, 417, 418 და 419 დარჩა მარტო მე მგონი თუ არ ვწდები და ესე რაც უფრო ცოტაა იგი ესე 419 მით უფრო ადვილად პოულობ ამანათებს პოლიცია დგას ალბათ ვინმე ცხოვრობს აქ და პოლიციელია არ ვიცი ნახოთ ახლა ჭედავს ეს ტელეფონი და ერთი ეგაა რა ნელი ტელეფონები აქვს ძალიან და იმენა ხანდახან ნერვებზე გშლის ადამიანს 1 საათი უნდა ელოდო რაღაცისთვის აი ამ კოდებს ახლა ვასკანირებთ თუ შეამჩნიეთ ესე დავდოთ ეს მიდის ყველა 58-ში და წავიღოთ
აგერ მივიტანოთ, კარებთან დავდოთ, ფოტო გადავიღოთ და მოკლედ მე ესე გავაგრძელებ. და სადღაც ბოლო გაჩერებაზე რო ვიქნები, ან სადმე ეგრე დაგიბრუნდებით. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვწერ voice და ვამატებ ამ vlog-ში. ანუ თუ შეამჩნიეთ სამსახურის ტელეფონზე დამირეკა დისპეჩერმა ამ წამს და ანუ მეც კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ვიცოდი რაზეც ლაპარაკობ და ერთი სიტყვით იმას მეუბნებოდა, რომ რაღაც მომენტში მე ავიღე GoPro, ანუ თავზე რომ ეკეთა თან ვატარებდი, ანუ მაგ მომენტში მოვიხსენით თავიდან GoPro და როგორც იცით, კამერები რადგან აყენია მარშრუტკაში, დაინახა და კამერას ეგონა, რომ ტელეფონი მეჭირა ხელში და თან ვატარებდი. ამის გამო, მოკლედ, თურმე owners დაურეკია დისპაჩერისთვის და ძალიან, ანუ, პრობლემა არ შემექმნა, იმიტომ რომ ტელეფონი არ იყო. მაგრამ იმათ ეგონათ, რომ ტელეფონი მეჭირა და აემნაირი რაღაცის გამო საერთოდ შეიძლება რომ suspension-ი გაგიკეთონ, ანუ ეგ არის როცა სამსახურში აღარ ივლის, სადღაც 3 კვირა როგორც გავიგე და როგორც ვკითხე, 3 კვირა არის suspension-ი. ანუ არ გაქვს სამსახური ეგ 3 კვირა და ძალიან ცუდი რამეა რა, ამიტომაც არასდროს არ გინდა რომ ეგეთი რამე მოხდეს შენთვის, მაგრამ აი ძალიან სულელური რაღაცეების გამო ხდება. სამწუხაროდ სისტემაც ძალიან ცუდი სისტემა აქვს და არ ვიცი რა ვიცი ესეთი სიტუაცია. მოკლედ ეხა დავუბრუნდეთ vlogs. მოკლედ მეგობრებო, დაგიბრუნდით. ეხა მივდივარ ერთ გაჩერებაზე, ეხა და კიდევ ერთი, ანუ ბოლო ორი გაჩერებაა რა. მოკლედ 46 გვინდა, აი აქოია, შვენიერი. უკვე მეორეჯერ ავიღე იმ ბიჭისგან მე ისა რა ქვია. ანუ მეორეჯერ დავეხმარე უკვე რა მე იმ ბიჭს. ხო და იმედე და ცოტა ცუდად მეკეთა და მეორეჯერ იმას შვები, ვამთავრებ ყველაფერს. ამანათის მიტანას, აი იქ დაბლა დარჩა ერთი და ესა. ეხლა გვინდა ეს. დავასკანირებო, სკანერობა გავუკეთოთ, მივიტანოთ ამანათი როგორც ყოველთვის. უცბად გადავიღოთ ფოტო. და მივიდეთ ბოლო გაჩერებაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ვიდეო. გამოიწეროთ არხი. გადააუზიარეთ მეგობრებს. რადგან რაც უფრო ბევრი ადამიანი უყურებს, მით უკეთესი. რამე შეკითხვები თუ გაქვთ ჩემთვის და გაინტერესებთ რამე ამ სამსახურზე, ასევე შეგიძლიათ კომენტარებში მკითხოთ და შემდეგ ვიდეოში იმას აუქნა გაგცეთ პასუხი. მაგ თემაზე შემიძლია ველაპარაკო რაც იქნება. დავასკანირებთ. და კიდევ რამე თემა თუ გაინტერესებთ, აუცილებლად ეგეც დააკომენტარეთ, რომ მაგეებზეც ვილაპარაკოთ. ვილაპარაკო vlogებში. და თქვენთვის გავხადო საინტერესო. ასევე რამე იდეა თუ გაქვთ, რაც შემიძლია მე გავაკეთო, რომ როგორ თქვა, უკეთესი იყოს vlogები. მაგით მითხარით. იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი
ფიქრები, რადგან მაგ ფიქრებით მერე ფიქრებით კი არა, აზრებით მერე შემიძლია მე უკეთესი ვლოგები გავაკეთო თქვენთვის. ახლა ეს დავკეთოთ. და დაურეკო დისპეჩერს და ისა დაგელაპარაკებით მალე რომ მივახლოვდები საწყობს. მეგობრებო, მოკლედ როგორც მოისმინეთ, აქ ვთქვი რომ მივუახლოვდებით თქო საწყობს დაგიბრუნდებით მეთქი, მაგრამ ამის მერე დისპეჩერმა კიდევ გამაგზავნა ერთ სხვა მძღოლთან ორჯერ რომ დავხმარებოდი. არა, სხვათა შორის ერთხელ გამაგზავნა სხვასთან და მესამეჯერ კიდევ გამაგზავნა აი ამ მძღოლთან, ვისთანაც ორჯერ ვიყავი, რომ დავხმარებოდი დალაგებაში ამანათების. და უკვე იგივე რაღაცეები ხდებოდა, იგივე რაღაცეები ვქენი ორი ჩანთა. ბოლოს მარტო 4 თუ 5 ამანათი მქონდა იმ მძღოლიდან და მოკლედ დავეხმარე იმ მძღოლსაც და მე სადღაც 8 საათისთვის დავბრუნდი საწყობში და უკვე საწყობში რომ მივალ, მაქედან დაგიბრუნდებით. დროებით. ესეც ჩვენი საწყობი. დავბრუნდით. ვისაც გაქვთ ძველი ვლოგი ნაყურები ამ სამსახურის, გეწოდინებათ, ამაზე მაქვს ნალაპარაკები. იქ უნდა შევიდეთ, დავცლით ჩანთებს და დავაყენებთ ამ ჩვენ მარშრუტკასაც. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ დაალაიქოთ აუცილებლად. გამოიწეროთ არხი. ცოტა პრობლემები კი შემექმნა, მაგრამ ეგ არაფერი. ეხა ხდება ხოლმე რა სულელური სისტემა აქვთ მაგარი რა GoPro-ს ეს კამერა რომ მიკეთია თავზე ვიხსნიდი და დამიყვირა ეგ კამერები ხედავს ყველაფერს და დაიყვირა distracted driving და მაგაზე მე ისინია პოინტებია ასე ვთქვათ რავი როგორ აგიხსნათ ვეთ არ არის კარგი ყოველ შემთხვევაში ეგ ისა და უკვე მეორეჯერ მოხდა ოიმედე და ეხლა დავბრმავდებით ამ ხელა შუქია გეპიწები დასაბრმავებელი მანქანა მოკლედ სკენერი არის ეგ რა და მანქანას უღებს ფოტოებს რო ისაქნას რა ქვია გაიგონ რამე ხო არ დაუზიანე, რამე ხო არ გააფუჭე მანქანა. ყოველ შემოსვლაზე მაგას გადიხარ, რომ გაიგონ. რამე თუ ავარია თუ მოხდა, ან რამეს თუ დაეჯახე, რომ აი იქ რო არიან დაყენებულები მარშრუტკები, ჩვენი მარშრუტკებია, ნიმასი, იქ. ეხლა უნდა დავაყენოთ მე პირველ ხაზში დავაყენებ და უცბად დავცლი ჩვენ ჩანთებს და რომ დავაყენებ ამ მარშრუტკასაც დაგიბრუნდებით აუცილებლად. ესეც ასე დავაყენეთ ჩვენი მარშრუტკაც. ერთი უნდა გადავიდე უცბად რაღაცა ვნახო, იმიტომ რომ მიწერს რომ ერთ-ერთი პავაროტნიკი არ ამუშაობს, არა და დღეს მუშაობდა. მართლა არ ამუშაობს? როგორ არ მუშაობს, რა გინდა? სენსორები აქვს გაფუჭებული რა. აბა უკანა ვნახო. მუშაობს რა, ატარაკებს თვითონ მარშრუტკა. ოკეი, 4 შაბათამდე აქ არ ვბრუნდები, ძალიანაც კაი ვისვენებ. ხვალე და ზეგ. მოკლედ კიდევ ერთხელ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ეს ნაგავია, ესეც ნაგავია. ისინი იქ უნდა დავუბრუნო. ესეც სიმდენი ხანი აქ მიდევს ნაგავია.
ესეც გადავაგდოთ. ჯიბეში ჩავიდოთ მაგი. ეს აქ არის. მოვაძროთ ესა. ჩვენი სატენია ყველაფერი არა. არ ვიყენებ ხოლმე ამათ რაღაცებს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ არ გამოვიყენო. მაძლევენ. მაგრამ თუ არ მჭირდება რატო უნდა გამოვიყენო, ხო მივხვდით? ოილად რა თქინდა. მოკლედ დაგვისურნა სვეძებ აგერ იქითაა ერთი. კიდევ ერთხელ ვიტყვი დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა ყურებისთვის. და გადააზიარეთ აუცილებლად მეგობრებთან ერთად და გნახავთ მომავალ ვლოგში, ალბათ იქითა კვირაში. ან შეიძლება რომელიღაცა ძველი ვლოგი დავდროპო კიდე ამ კვირაში, არ ვიცი. რა თუ დავდროპე ხო გაიგებთ. აბა ჰეთ დროებთ.